არსებობს ვარაუდი, რომ სიცოცხლე წყალში ჩაისახა. თუმცა ვარაუდისგან განსხვავებით არაფერი ასადაო იმაში, რომ ადამიანის სიცოცხლე სწორედ წყლის გარემოში იწყება. დედის მუცელში თხევად გარემოში ხომ ნაყოფი 9 თვის განმავლობაში იმყოფება. უკვე ახალშობილი ბავშვი კი ინსტინქტურად ჩერდება წყალზე და გარკვეულად ცურავს კიდეც. შესაბამისად, დიდი მტკიცება არ ჭირდება იმასაც, რომ ცურვა და ზოგადად საწყალოსნო სპორტის სახეობები ჯანმრთელობის საწინდარია და წყალიც სხვა არაფერია თუ არა სიცოცხლის ელექსირი. ამჯერად ჩვენ წყლის სამყაროში უფრო ზუსტად კი წყალთა სახეობების სპორტულ ცენტრში ვიმოგზაურებთ და გიჩვენებთ თუ რა საოცრებებს ახდენს წყალი ვარჯიში და ფიზიკური დატვირთვა. მანამდე კი ორიოდე სიტყვით აუზე, რომელიც თბილისელებს სულ ცოტა ხნის წინ განახლებული ფორმითა და შინაარსით დაუბრუნდა. ის ძველი საცურაო აუზი, რომელთაც სარგებლობდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, გადაეცა ქალაქის მერიას უზურფუტით 15 წლით. შემდეგ ვინაიდან ჩვენ ვიყავით ოლიმპიური მზადების წყალთა სახეების სპორტული სასპორტო სკოლა, ჩვენ გადმოგვიყვანეს ამ საცურაო აუზზე და დაგვაბინავეს აქ. აუზის ახალ ბინადრებს ქალაქის ხელმძღვანელობამ დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა. ქვეყნისთვის სპორტსმენთა ახალი თაობისა და ჯანმრთელი ახალგაზრდობის აღზრდა. ძალიან დიდი მადლობა გვინდა უთხრათ ქალაქის მერიის ხელმძღვანელობას, რომლებმაც ეს აუზი მიუძღვნეს ჩვენს ახალგაზრდობას, რათა მათ იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, გაიკაჟონ ჯანმრთელობა, როცა აუზის გახსნის ცერემონიალი იყო ბატონმა გიგიმ სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება, რომ ჩვენ აუცილებლად ჭირდება მოცურავები და წყალბურთელები. სწორედ ასეთი მითითება გვაქვს მიცემული ჩვენი წვრთნელებისადმი, რომ აი უნდა გავატაროთ ძალიან ბევრი ბავშვები, ჩვენ წვრთნელების ხელში გაივლიან და მე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აი ის ოლიმპიელები, ის ევროპის ჩემპიონები და ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები სწორედ აი ამ ბავშვებშია და მე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე არ ვამბობ, რომ ეხლა აქ 20 და 30 იქნება, მაგრამ იქნება ეს 250-მდე ბავშვია ამ წუთში ჯანმრთელი, ნამდვილი მოქალაქე და წარმოიდგინეთ, რომ იმედს არ ვკარგავთ, რომ გვეყოლება 1, 2, 3 და 4 აუცილებლად ყოველ მიზეზს გარეშე. ამ ეტაპზე სპორტული ცენტრის ტონუსის საცურაო ბილიკებზე ცურვაში საქართველოს ნაკრები ვარჯიშობს. მათ შორის 2 გიორგი მთვრალაშვილი და ირაკლი რევიშვილი მომავალი ოლიმპიადის გმირებით შეიძლება გახდნენ. 4 წლის ვიყავი შემოვედი ცურვაზე, მამაცი მომასწავლა და შემდეგ ჯგუფში გადამიყვანეს ლაგუშატენში ლაგუნაზე. და იქიდან დაიწყო ჩემი კარიერა. დავიწყე 13 წლის წინ ლაგუნავერეზე. და იმის ჯერ თავიდან ისე მივედი რა ჯანმრთელობის მიზნით და მე უკვე ასე ვთქვათ მუღამში შევედი და ვეღარ ვანებებ თავს და 2012 წლისთვის ვემზადები ოლიმპიადისთვის. ეხლა მიწევს სოფლიო და ევროპა, ჩეხეთში და რომში და ლიცენზიის შესრულებას ვაპირებ. შემდეგში კიდე სამომავლოდ სინგაპურში მაქვს ოლიმპიადა ატარებში, ჩემ ხელებში. ესე ჩავიდე თავში რომ ოლიმპიადაზე გასვლა, ოლიმპიური ჩემპიონობა მინდოდა, მაგრამ აი ხა არ გამოვიდა 2008 წლისთვის და ვნახოთ 2012 წლისთვის როგორ იქნება. აქ ხა ვარჯიშობს ნაკრები საქართველოს დღეში ორჯერ. ამ ნაკრების თავის გრაფიკი აქვს ვარჯიშის და ნაკრების ვარჯიშებს შორის გვაქვს პატარა ბავშვების ჯგუფები. თვითონ ესე იგი მასწავლებელს აქვს 4 ჯგუფი საშუალო. ამ ჯგუფებში ვამზადებთ ბავშვებს, ვასწავლით ცურვას. შემდეგ დავხვეწავთ ამ ცურვას და ბოლოს თუ აღმოვაჩენთ კარგ ბავშვებს, რა თქმა უნდა, ვამზადებთ იმათ ნახევრად სპორტული ჯგუფისთვის და შემდეგ იმის პერსპექტივით, რომ იქნებდა ნაკრებში მოხდეს ვინმე.
კარგი ბავშვების აღმოსაჩენად კი ცენტრის მესვეურები ყველაფერს აკეთებენ. ასე მაგალითად, ყოველდღიური ვარჯიშების თანადროულად აუზზე სისტემატიურად ტარდება ასპარეზობები, რომელიც პატარებს სპორტული შეჯიბრებების აზარტსა და ბედნიერებას აზიარებს, ან უბრალოდ აჩვევს სპორტულ ცხოვრებას. ბავშვი ტიროდა, რომ 2 მეათედი დამაკდა მესამე თანრიგს. ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვებში და წვრთნელებში ჩვენ ჩავნერგეთ ის, რომ მან უნდა თანრიგით შეასრულოს, ოსტატიც უნდა გახდეს და ევროპაზედაც უნდა მიიღოს მონაწილეობა და სოფლიოზეც და მერე უკვე ოლიმპიური თამაშები. ძალიან ბევრი თაობა გაგვიზრდია ბავშვების და ყველა თაობაში არის პერსპექტიული ბავშვები. არ არსებობს თაობა, რომ პერსპექტიული ბავშვი არ იყოს. უბრალოდ აღმოჩენა უნდა იმას. ხელი შეწყობა უნდა და ასე შემდეგ. რანაირ პირობებსაც ჩვენ შევუქმნით, ისეთივე შედეგი გვექნება, მაგრამ ოლიმპიურ ქარტიაში ასე წერია, მთავარი არის მონაწილეობა და მერე ადგილებზე და შედეგებზე უკვე მერე უნდა ვისაუბროთ. მე მინდა და დიდი მადლიერება გამოვხატო წვრთნელთა შემადგენლობის მიმართ ასეთი დაუღალავი შრომისათვის. იმიტომ რომ ეს აუზი პროფილით არის სპორტული სრულყოფის ჯგუფებისათვის და ეს არის ძალიან ღრმა აუზი და ისინი მაინც ახერხებენ ასწავლონ ბავშვებს ცურვა სულ მოკლე ხანში. აი სწორედ შეჯიბრი, ეს ორი შეჯიბრი, რომელიც დაამტკიცებს იმას, რომ ბავშვები უკვე ცურავენ და სურველიც ძალიან ბევრია. პატარა მოცურავეების გარდა აუზზე პატარა წყალბურთელებიც ვარჯიშობენ. ისინი ვინც აქ მარტო წყალბურთის თამაშს კი არა, სპორტთან ურთიერთობას, სპორტულ ცხოვრებას სწავლობს და ზოგადად ცხოვრების სკოლას გადის. წყალბურთი ეს ისეთი სპორტის სახეა, გუნდური თამაში, ეს ერთი ოჯახია. ბავშვი ამ იმაში გარდა იმისა, რომ იკაჟებს ჯანმრთელობას, ესე იგი მეგობრობას სწავლობს, ერთმანეთის გატანას სწავლობს. რამე თუ ესე იგი ეს ერთი ოჯახია და ესე იგი, როდესაც გოლი გაგვაქვს ჩვენ, ესე იგი მე კი არ გამაქვს დაუშვათ ან რომელიმე ინდივიდუალურ პიროვნებას, არამედ გოლი გუნდს გააქვს თქვენ. როდესაც გოლს გაგვიტანებენ, ესე იგი მე კი არ გამიტანეს დაუშვათ ინდივიდუალურად, მეკარეს კი არ გაუტანეს, არამედ ჩვენ გუნდს გაგვიტანეს მეკარეს. არა თუ მეკარეს. ამიტომ ესე იგი რაღაც მეგობრობას სწავლობენ, ურთიერთობას სწავლობენ, უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს და აი ამით უფრო ასე ვთქვათ, რაც მომავალ ცხოვრებაში უფრო გამოადგებათ. ახლა კი იმაზე თუ რას აძლევს ადამიანის, მით უფრო კი მოზარდისა და ბავშვის ორგანიზმს, მის ჯანმრთელობას, ცურვა, წყალბურთი თუ ზოგადად სპორტი. ეს არის სპორტის ერთ-ერთი სახეობა და მე მგონი ერთადერთი, რომელიც აბსოლუტურად ყველა ასაკის და ყველანაირი შესაძლებლობის ბავშვს ჭირდება. პირველ რიგში ეს არის სამკურნალო საშუალება. მოგეხსენებათ ბავშვების ძალიან დიდი ნაწილი ხერხემლის პრობლემებით არის დღეს. და რომ იტყვიან პირდაპირ გამოწერილი აქვს ექიმის მიერ ცურვა. ჯერტი ცურვა აკაჟებს ორგანიზმს და ცურვა ესე იგი ასე ვთქვათ ამ წამალს ამალი არ ჯობს რო იტყვიან და მით უმეტეს წყალბურთი აქ უკვე შედარებით მეტი დატვირთვაა, შედარებით მეტი ემოცია არის და აზარტი არის შეტანილი, რადგანაც ბურთი არის და ამიტომ უფრო მეტი დატვირთვა არის, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ემოციურად და ფიზიკურად, რა თქმა უნდა. მოზარდებისთვის ეს ნიშნავს ქუჩიდან მოწყვეტას. მაგრამ სოფლიო ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონი თუ არ გამოვა ბავშვი, ნამდვილად ვიცით რომ გამოვა ღირსეული მოქალაქე და წესიერი ადამიანი. Despeinada, ajá, 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 despeinada, ajá, 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 despeinada, ajá, 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 despeinada, ajá, ajá, ajá. Tú tienes una carita deliciosa y tienes una figura celestial.